გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ეკა ხოფერია და შეხვედრების მორიგი გადაცემის ჩასაწერად ვეწვევ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანს, დავით აღმაშენებლის გამზირს და ჩემს საყვარელ სასტუმროს, რომელსაც ქვია რედისორი თბილისი, ის განლაგებულია ისტორიულ შენობაში და არის ამოჩენებული ადგილი არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გადაცემის გმირთან შესახვედრად. მისი მთელი ცხოვრება არის მუსიკა და მე ვფიქრობ ჩვენ წინ დიდი სიამოვნება გველის. მანამდე კი გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი გადაცემა შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. ირმა სოხაძე, მეგობრებო, ყურადღებით ხდება 70 წლის. დიახ. ძალიან მინდოდა, იცი და ეხლა მერიდება ამის გაკეთება. ასე კომფორტულად არ ყოფილვარ 40 წლის რო ვიყავი. 50 წელი სახელის გახსენებაზე გული რო გიფარგლადი. ინფარქტით დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდი. არ გიჟე რა, არა, არ მაქვს გაკეთებული. ერთხელ გავიკეთე გამოუშვიხარ რჩევები სასტრაფოდ. რუტინა მოგიყვე თუ რა გავაკეთე. როგორ გავიდა ბეკებში შენ მე კი ბატონო მიდრი როგორ გავიდა შეხვედრები ქრონოგრაფში ამ სივრცეში კონკრეტული ამოცანით მოვედი ჩემი გადაცემისთვის უნდა შევარჩიო მარიამთან ერთად ქრონოგრაფის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი სამკაული იქიდან გამომდინარე, რომ ეკას არ უყვარს ბევრი სამკაულის ტარება და აცვია კლასიკური სამოსი, შეურჩიეთ მინიმალისტური სამკაული და საათი. რაც შეეხება საათს, ეს არის Moment Mercier-ის ბრენდი, რომელიც არის კლასიმა კოლექციის და ციფერბლადი არის სადაფის. შევურჩიეთ Gucci-ის ბეჭედი, რომელიც არის კოლექცია Horsebit-დან. Blur-ის საყურეები, რომელიც არის კოლექცია Note-დან. და ყველასათვის საყვარელი მესიკა Lucky Movie. სამკაულის შესარჩევად ქრონოგრაფში დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ის იყო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გარდა იმისა, რომ ვარჩევდით, ბევრი სიახლე გავიგე ამა თუ იმ ბრენდის ისტორიის შესახებ, ახალი ნივთების შესახებ. ასე რომ ასეთი იყო ჩვენი სტუმრობა ქრონოგრაფში და მე აი ესე გამოვიყურები. ასეთი იყო ჩემი ისტორია ქრონოგრაფში და შეხვედრების დამეგობრება ქრონოგრაფთან ერთად. გეტყვით სიმართლეს, ეს არის ჩემი პირველი ექსპერიმენტი, როდესაც ჩემი აზრით ბევრი მიკეთია. ამიტომ შეფასებები თქვენთვის მომიწვია, დაწერეთ, გაგვაკრიტიკეთ, შეგვაქეთ. რას ფიქრობთ ქრონოგრაფზე, ჩემზე შეხვედრებში? ირმა სოხაძე, მეგობრებო, ყურადღებით ხდება 70 წლის. დიახ. აი ეხლა ამას უნდა მოყვეს აბსოლუტურად გულწრფელი ირმა აღფრთოვანება, მადლობა, შეფასება. ეს არის წარმოუდგენელი შენ როგორ გამოიყურები და აი ანუ ჩემს წინზის მართლა
რა ვიცი, აი 55 წელზე მეც ნამდვილად ვერ მოგწონს ტოლები ვარ მე და შენ? მე ვარ 53-ის, მე შენზე 2 წლით პატარა ვარ. ხო, 2 წლით პატარა ვარ შენ. ჩემო საყვარელო, მოკლედ მოგესალმებით, მივესალმები შენს მაყურებელს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აბსოლუტურად პომპის გარეშე, ხა კი ხვდები 70-ის და სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ეს იუბილე და დიდი კონცერტი, დიდი მოკლედ გუნდით, არქიელით და ეტლების და ერთი ამბით, მაგრამ აი როგორ წარმოგედგინა? წარმომედგინა ძალიან გრანდიოზული აი და ისეთი მხიარული, ძალიან კარგი მუსიკალურად მრავალფეროვანი, თავისი აი ძალიან მინდოდა, იცი და ეხლა მერიდება ამის გაკეთება. არ მაქვს ამის განწყობა, რა თქმა უნდა, არ არის ეხლა ამის დრო. ამიტომ ეს თემა გადაიდო. უფრო სიმშვიდე და სიწყნარე როცა იქნება ჩემ ქვეყანაში. თორე ხა ნამდვილად უხერხული, ახლა ჯუბილეს გადახდა და რაღაცა ზეიმის მოწყობა. მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და შენ როგორც ჩემ ძალიან საყვარელ და ახლობელ ადამიანს, რომლის ჟურნალი ძალიან მომწონს და მე ბევრი რამე არ მომწონს, იცი შენ ხა ამაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ არის რაღაცები, რაც მომწონს. რაც არ მომწონს, იმაზე ჩუმად ვარ და რაც მომწონს, ის მიყვარს რომ აღნიშნო ყოველთვის და მინდოდა რომ აი შენი გემოვნებით რაღაცა ფოტოსესია ელემენტარულად. რაღაცნაირად მოგეწყო ჩემთვის და შენ ისეთი აღფრთოვანებით შეხვდი ამ ამბავს, დიდი მადლობა ამისთვის და გადაწყვიტე რომ გააკეთო აქ ცალკე შეხვედრები გამიკეთო, ცალკე იქ მთელი, რა ვიცი, ყდაო და მთელი სიუჟეტები და მთელი მასალა ხო და არ ვიცი ეხაც, არ ვიცი მაგის დრო არის კი, მაგრამ ალბათ არის. მე მგონია რომ ესეთ რამ ერთხელ არის ცხოვრებაში. მე მგონია რომ არის, იმიტომ რომ მადლობა შენ ამ არა, პირიქით მადლობა და ნამდვილად ეხლა უბრალოდ ჯერთი ნამდვილად ირმა სოხაძე ყდაზე ეს არის აი ძალიან სერიოზული განაცხადი, ძალიან დიდი პასუხისგებლობა, უფრო მეტი ვიდრე ეხლა ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ამ ფორმატში ჩვენ არაერთხელ შეხვედრილვართ და მოკლედ ამას ყველაფერი საზოგადოება მაყურებელი ნახავს და შემდეგ შეგვაფასებს ელოდეთ სითის ყდას ირმა სოხაძესთან ერთად მეგობრებო. და არა მარტო ყდას. და არა მარტო ყდას. ირმა, აი მოდი ვილაპარაკოთ 70 წელზე. 70 წელი ეს არის მორიგი ეტაპი. ეს არის ერთგვარი შეჯამება. აი რა არის 70 წელი? ცუდი არაფერი არ არის ყოველ შემთხვევაში, მე რომ მკითხო, აი რაღაცა შეგრძნებების, თუნდაც ოფხედველობრივი რაღაცა გადაფასებების თვალსაზრისით ძალიან კომფორტულად ვარ. ასე კომფორტულად არ ყოფილვარ 40 წლის რო ვიყავი, მართალია გითხრათ. გაცილებით მეტი შფოთვები მქონდა, მეტი რაღაცაში ჯახებები საკუთარ თავთან, ვერი რამ არ მომწონდა, სამყაროში, ჩემ თავში სულ ვომობდი, სულ ვიბრძოდი და რაღაცნაირი ვიყავი, ნუ მოკლედ. მე ბრძოლი. რა ხდებოდა? აი მართლა მაინტერესებს თუ ფსიქოლოგიურად 40 წლის რო გავხდი, მე მგონა რომ ცხოვრება დამთავრდა და მქონდა საშინელი შოკი და მიუღებლობა, რომ აი რა გავაკეთე, რა მოვასწარი ამ 40 წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა და განგებამ რაღაცა ნიჭი მომცა, რაღაცა მონაცემი გადმომიგდო და როგორ ვერ გამოვიყენე. ხა მე რო დავფიქრდი, ნუ ვერ გამოვიყენე იმ გაგებით, რომ არ წავედი უცხოეთში, არ გავაკეთე დიდი კარიერა. დავჭი საქართველოში, აქ ხარ გავჩერებულა, რა შემეძლო ვაკეთე. შეიძლება მეტი შემეძლო. ერთ რამეს გეტყვი გუცფელად. აი ხშირად უკითხავთ ჩემთვის ყველაზე ცუდი თვისება და კარგი თვისება და ეს მე მეგონა რომ კარგი თვისებაა და თურმე ყოფილა ცუდი. ამბიცია არ მაქვს და არასოდეს არ მქონია. ჩვენ დროში უამბიციობა, არამბიციურობა ისეთივე ხინჯია, როგორც აღმოჩნდა, როგორც უნიჭობა, როგორც ცოტა უტვინობა, როგორც გესმის, იმიტომ რომ მე იმან რომ არასოდეს არ მინდოდა რომ წინ ყოფილიყავი ვიღაცისთვის რაღაც დამემტკიცებია, ვიღაცაზე წინ გავსულა. მქონდა ამის ყველანაირი მონაცემიც და ყველანაირი პირობაც, მაგრამ ნუ ყოველთვის მერიდებოდა, აი რა ვიცი, მართლა ასე იყო უცხოელად, არასოდეს არ მინდოდა რომ მე ყოფილიყავი აი რაღაცა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ეს დამნიშნავდი და პირველ არხზე ბოლოს გენერალური დირექტორის მოადგილეც ვიყავი გახსოვს შენ, მაგრამ აი ამის აფიშირება არასოდეს არ მინდოდა, არც რაღაცა წოდებები არ მინდოდა. შენ ეს უფროსი იყავი ესეთი არა? ვერა ვარ ეს უფროსი. მე ვარ გუნდური მოთამაშე, ძალიან მიყვარს ჩემ გუნდთან ერთად, აი დღესასწაული როცა მუშაობ, თორე ის რო ესე უნდა გააკეთო და დამიკაკუნე ისე შემოდი ჩემ კაბინეტში, აი ეს არ შემიძლია. ესმის, არც როგორც ორგანიზატორს და რაღაც ხელმძღვანელ პირს და არც როგორც მომღერალს. ეს ცუდი ყოფილა. ცოტა უნდა შეგეცვლოს, მაგრამ ეს არის ამბიციის არქონა? მე ნამდვილად იცი რა, მე უდიდეს პატივს გცემ შენ და შემიძლია ვთქვა ახლა ესეთი ფორმატი ამ გაცემის და უკვე მართლა იმდენი გავიარეთ ერთად, ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივს გცემ და იცი ვფიქრობდი, როდესაც აი მოვდიოდი ამ ჩაწერაზე, ვფიქრობდი, რომ რა
რატოა ეს ადამიანი ჩემთვის ესეთი ახლობა? აი რატო? და აი რაღაცა უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. აი სიკეთე შენში არის აი ძალიან შესამჩნევი და ხილშესახები. მე აი და თუ კი შენ ამბობ რომ აი რაღაცები ისე გავიდა ჩემს ცხოვრებაში, მე მგონია რომ შენ იმდენად რაღაცა კეთილიყავ და თავმდაბალი და შენ ამბობ რომ ამბიციის გარეშე. თავმდაბლობა არის პრინციპში ამბიციის არქონა. კი, არ უნდა იყოს ზედმეტად თავმდაბალი. არ ვიცი, მე რო გითხა ხა ჩემი მინუსია და მე დავით ანჯიამითი და ბევრი დამაკლდა, არა, ვერ გეტყვი ასე რომ მე ამიტომ ძალიან ნანობ ამას და გარდობ და განვიცდი, იმიტომ რომ თავარია ასაკთან ერთად არ იყო დისკომფორტი შენ თავთან, არ უძახო შენ თავს რომ ეს რა ქენი, იმიტომ რომ აი 10-დან 7 კონცერტიდან რომ ამოგიღებს ხან კულტურის სამინისტრო, ხან მერია, როცა ავტორს უნდა, როცა ორგანიზატორს უნდა და ერთხელაც არ როგორ გითხრა, არც მოვიცალე მაგისთვის, რომ ამერიკა და მე გითხრა, კი, მაგრამ აი რო გავიდა ის კონცერტი, რომელი იყო ჩემზე კარგი ან მომღერალი ან მუსიკოსი, რატო რა ნიშნავს მერჩი თქვა რას მიიღებ. ეს ხაჭოს ადრიდანვე მოდის. აი ბავშვობაში რაღაცნაირად ეს ამცდა მეტნაკლებად, რომ მარტო ვიყავი. მოგეთ ბავშვობა იყო ძალიან დაალაგებული და წყინვალე. კი, აბსოლუტურად ცალკე ამბავი იყო და ხაჭოს კარგი ის გამახსენე, ხა ბავშვობა ცალკე რომ გამოვყავით. დიდი საფრთხე იყო, რომ მე ამ ბავშვობას ძალიან დავეჩაგრე მე, იმიტომ რომ ხო გეუბნები, ერთი ვიყავი პირველის მე ვიყავი და ბოლოს, იმიტომ რომ არ იყვნენ ბავშვები, არ მღეროდა არავინ, ჩემ მერე არ გახნის მერე, თითქმის მე 61 წელში გამოვჩდი და მზიური უკვე 70-იანების დასაწყისი იყო, რაღაცაერად ჩემ კვალზე ესე ამბობდა თვითონ ბევრი სხვადასხვა ამ არაჩვეულებრივი ანსამბლის შემქმნელი და კი ბატონო ორგანიზატორი, რომ ეს იყო რაღაცა მაგალითი, რომ აი ირმა სნაირი ვეპობა ბავშვები და ცნობილი ფრაზა პატარა სკამზე, შემდგარი ირმა და ნუ სრულიად უსაზღვრო აუდიტორია და პოპულარობა. დიდხანს ვიყავი მარტო, მე მოვიდა მზიური და ძალიან კარგი იყო, მაგრამ ის სხვა იყო, მე სხვა ვიყავი, იყო უცხოეთი, იყო 10 წლის ამ ოლიმპიაში ვიმღერე პარიზში და ეს მართლა მე მგონი სოფლიოში არავის 10 წლისას პარიზში ოლიმპიას სცენაზე არ უმღერია. მე ვიმღერე. არაერთხელ. აი ეს იყო, ნუ გასტროლები მქონდა რეროსთან და საკავშირო მუსიკ-ჰოლთან ერთად და ეს უბრალოდ იცი რა იყო, რომ ამას შეიძლება მე ისეთი დარტყმა მოეყენებია ჩემი ფსიქიკისთვის, რომ აი ვარსკვლავი ვარ. გესმის, მაგრამ პირიქით მოხდა. მე იმდენად მივხვდი, რომ ეხა კი ვარ ერთი და მარტო, მაგრამ მე ბევრი იქნება და არ ვიქნები მარტო და რაღაცა წონასწორობაში. და თუ საერთოდ არ ფიქრობდი. არა, როგორ არ ვფიქრობდი, მშობლებით სწორად მზრდიდნენ, ჩემი დედა და დედიკო და მამიკო, არაჩვეულებრივი ხალხი, გესმის, რომ კი იყო, მამა ჩემი ყოველთვის ამაყობდა, რომ მაცაცო ვარ ხოლმე ოჯახში და მაცაცო, მაგრამ მან თუ კი შენნაირი ვინ არის მამიკო და ჩემ სულ იმ წუთში აჩერებდა, რომ ეს არის არაფერი არ გათამამდეს, არ ჭირდა უნდა ისწავლოს, მართლა ისწავლე, ოქროს მედლით დამამთავრე სკოლა, 2 წითელი დიპლომი მაქვს კონსერვატორიის და ასე შემდეგ, 4-იანი არ მიმიღია. მაგრამ არც ეს არ ამივარდა თავში, რომ აუ მე ვარ ყველაზე მაგარი და რა ხამდე ხუთოთანი. არ ვიცი. მაგრამ კაია, იმიტომ რომ ამან არ დამტანჯა. უსამართლობა ტანჯავს მაშინ, როცა შენ ამბიციური ხარ და ფიქრობ, რომ ვაიმე ეს შენ როგორ გაგიბედეს, როცა შენ ამას უყურებ, ცოტა ფილოსოფიურად, ცოტა ისე რომ აი ეს არის, აი მონაცემია, რომ და ეს აღქმა ირმა, აი ერთგვარად ფილოსოფიურად შეხედვის ამ ამბის, იმიტომ რომ რაღაცაზე ხო გული გწყდება. კი, როგორ არა, ვერ ვიტყვი, რომ არ დამწყვეტია გული, ძალიან ბევრჯერ ისეთი თუნდაც ელემენტარულად ხო გონებ გასტროლებზე მე ხშირად ვერ ვივლიდი ოჯახის გამო, ეს მე თვითონ ჩემერლო ხა ანსამბლი ჩამომეყალიბები ამ ბენდი და მე ვლო და ვიშილა ხო, მაგრამ ეს არ იყო. ჩემი ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს არ შეიძლებოდა, მაგრამ თბილისში ხო შეიძლებოდა ძალიან ბევრ ისეთ კონცერტზე, სადაც აბსოლუტურად ადგილი იყო ჩემი, მაგრამ აი რატომღაც ბოლო მომენტში ხდებოდა, რომ ვიღაცა მებრძვის, ვიცი ძალიან კარგად ვინც, მაგრამ ნუ ღმერთმა შეუნდოც ახლა მე რა გავაკეთე. ამიტომ მე ამას რომ არ ვდარდობ, არ განვიცდი, არ დავიჩაგრე თავი და არ დავბერდი და არ საშინლად არ გამოვიყურები, იმიტომ რომ ამ განცდებში ვარ, გესმის? მე მგონი სწორი გავაკეთე, არ ვიცი. შეიძლება ვიღაცა იტყვის, რომ სულელია ეს ქალი, იმიტომ რომ მეტი უნდა ებრძოლა, მეტისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი მაყოფილა. თუნდაც იმიტომ რომ მე ოჯახის გამო მე რაღაცაზე ვარი ვთქვი
და ოჯახის კეთილდღეობაზე არ თქვი უარი. აი რაზე თქვი უარი? გარდა გასტროლებზე უარი თქვი. დიდი კარიერა ეგ არის. გასტროლების გარეშე კარიერა არ გამოდის გასტროლების გარეშე. მე ქართველებს ხეთ როგორ უყვართ იქ მოსკოვში რომ ძალიან გაღიარებენ, მე უკვე აქაც არ ესმის რომ მომღერი, მაგრამ გაღიარებენ. იქ რო სადღაც ნიუ-იორკში რაღაცა დაიწერა. მეც მქონდა პრესა, ჯერ ეზოსთან ერთად სანამ დავდიოდით კვარტეტი პარიზში ვიყავით, მე კიდე რამდენჯერმე ინგლისში ვიყავით, გერმანიაში, ბელგიაში, ძალიან კარგი კვარტეტ თბილისთან ერთად მშვენიერი გასტროლები მქონდა, ძალიან კარგი პრესა მქონდა, მაგრამ რეზუმ რო თავი დაანება კვარტეტს და მე დავანებით თავი და შენ რო გეყო რომ ჭაღარა კიდე გიტარით ვიდგები და მივხედა ჩემ თავსო და ძალიან სწორი გააკეთა. დავჭი ისევ მარტო. ესმის ესტრადაზე და მარტო არ შემეძლო ეს გასტროლები და სიარული და მაგის გარეშე დიდი კარიერა არ აკეთდება. დიდი კარიერის გარეშე ხარ თბილისში. და თბილისში ხო როგორც არის, აი ყველა ერთმანეთს რაღაცა ერჩის, ჭამს, არ მინდა ჩემ კოლეგებს. უნდა იყო ან რაღაც სიაში უნდა იყო აუცილებლად. და მე მართლა მახსოვს მუდმივად მახსოვს ჩემი და სხვა ჩემი კოლეგების გადაცემები აი ეს მუდმივ სიებზე. ხო. შეგვიძლია. როგორ არ მახსოვს ვიცი და კი ვიცი და იცი რა არის აი ეხლა უკვე არც ალბათ 70 წელს ასაკს არ გულისხმობ მაგრამ აი რაღაც პერიოდის მერე ამას მართლა ისე უყურებ რომ კი ბატონო მაგრამ აი თავიდან როდესაც ეს ეხება შენს საქმიანობას შენ ცხოვრების თავარ საქმეს აი სად პოულობდი აი რას ეუბნებოდი შენ თავს როდესაც მორიგი რაღაც კონცერტიდან ჩახსნიდნენ აი რას ეუბნებოდი როგორ გამოდიოდი ამ მდგომარეობაში რაღაცას აი რას თუნდაც აი რა გითხრა მაგალითად დავწერდი სიმღერას ან ლექსი რაღაცა ჩემ ბავშვი წავიდოდი ბავშვებს რაღაცას გავუკეთებდი მიუზიკლს გავაკეთებდი საბავშვს ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს გაკეთებული სოშის ეხლა ვაპირებ აი ქუჩაში შევხვდა გუშინ გოგონა და მითხრა ზღაპარ ქალაქს რატომ არ აღადგენთ და რატომ არ დგამთ სადმე რა ფიქრობ აი სად დავდგანთ რომ ეს ჩემი ზღაპარ ქალაქი მიუზიკლი კი საბავშვოა მაგრამ ისეთი ყოველდღიურია ისეთი მნიშვნელოვანია ისეთი საყვარელია და მართლა კარგი საბავშვო მუსიკა ამას ყოველგვარი მართლა თავდაბლობის გარეშე ვამბობ რომ აი ეს საბავშვო ესეთი წარმოდგენები არც ისე ბევრი გვაქვს ხო და სულ მუდმივად პრობლემაა რომ აი სად წავიდეთ რომ სად წავიყვანოთ ბავშვი და ასე კი დგამ ჩემ სტუდიაში სანამ მქონდა სულ დგამდი წასასვლელი ყოველთვის მქონდა ისმის აი მტრავებიდან კი საწასვლელი და ბოლოს ოჯახი მქონდა ყველაზე დიდი და მყარი ჩემი ნავთაყუდელი რეზო მყავდა ყოველთვის 50 წელი უკვე და მანამდე კიდე 3 წელი მე ვიცნობდი ხა რო ვფიქრობ მაგრამ რამდენი წელი ასეთი ადამიანი რო გიმაგრებს ზურგს შენ იცი ამას სამხელა მნიშვნელობა როდესაც ოჯახში რომ მიდიხარ ციგლი ყოფილი უთხრა შეგიძლია მართლა ჩაეხუტო იტირო და მოუყვე ყველაფერი და გული ამოთქვა ეს შენი ემოციები და ისე გაგიბიაბურებს და ისე გაგილამაზებს რა კაი მართლა ხდები რაღაცა წაგიყვანს ერთ 3 დღით და ხდები რომ არ ღირს ეს ყველაფერი ამ ნერვების შლა და მომბიწყები შენზე და ბატონ რეზოზე ხა ბატონ რეზოს შენს ვერ დაუძახ იმიტომ რომ აი უსაზღვროდ არაერთხელ გვითქვამს და აღნიშნულა რომ ძალიან სიმპათიური ადამიანი აი გარეგნულად შინაგანად და არაჩვეულებრივი წყვილი ხართ რა და აი ბანალური კითხვა მაგრამ აი რაზე დგას ეს თქვენი აი ამდენწლიანი სიყვარული ხომ მოვერო აი თავიდან არის ვნება ეს რაღაც გული რო გიფრებთ ზუსტად მე ხო სხვადასხვა რაღაცებში გადადის აი მომიყევი ხარ აი თუ არ გადავა იქ თავდება იმიტომ და გადავით ზამ 50 წელი სახელის გახსენებაზე გული რო გიფარხარ ინფარქტი დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდი დავჯა ამიტომ ეგ გადის თალსახად რაღაცა 8 15 წელიწადში ეს გულის ფართხალი და სიგიჟე და ღონ იმასთან იყო და არაფერი არ გინდა ეს არ გრძელდება ეს ცხოვრება ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთქვი მაგრამ მე მოდის მეგობრობა, იუმორი, ერთნაირი გაგება. შენი ჭკუის როცა, მოკლედ ადამიანი ესეთი მოკლე ის აქვს ფორმულა, იცი? ადამიანი უნდა იყოს შენი ჭკუის. თუ შეგხვდა შენი ჭკუის, ეს არის ბედნიერება. თუ შეგხვდა ძალიან განსხვავებული, ნუ რაც არ უნდა გიყვარდეს და რაც არ უნდა გული გიფართხალებდეს, აღარ შეგიძლია იმასთან დიდხანს გესმის, იმიტომ რომ ნუ პატარა ცხოვრება და ხარ იმის ხასიათად უწყობ მთელი ჩემი მომავალი ხო სწორია, ძალიან ძნელია. ამიტომ ეს უნდა იყოს აი სიყვარულზე, პატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე და ესეთის იმედზე, ძალიან დამოკიდებული და დამყარებული, იცი?
და მე ვიცი რომ რეზომ შეიძლება ერთი ჩემი ნათქვამი წყური არ გაიბერტყოს, მაგრამ შევაჯანჯღარა და უთხრა რომ მე ძალიან მჭირდება, ну აი რას კლდეს გადაგაკეთებს, გადადგას, ყველაფერს გააკეთებს. ასე იყო მაგალითად ჩემი გასაშენთ არ ვიყავით გადაცემაში ვარსკვლავის გახსნის წინ. მაშინაც აი ზუსტად რეზო ისე დამეხმარე, იმიტომ რომ ეს ბუღალტერია გადარიცხებ, წარმოდგენა არ მაქვს. არასოდეს არ მყოლია პროდიუსერი. ყოველთვის მე ვაკეთებ ჩემ კონცერტებს, ყველაფერი მე მქონდა, მაგრამ ეს უზარმაზარი მოცულობის აბატი, ეს დიდი ორკესტრი, ვიდეო რიგი, რეჟისურა ადგილზე, სატელევიზიო მომღერლები სხვადასხვა, ну მოკლედ ძალიან რთული განათება გახმოვანი. ხოდა აი ესეთი კონცერტი მინდოდა ეხლაც, მაგრამ რეზო კი მზად იყო რომ დამხმარებოდა, მაგრამ ამჯერად გადაიქცა. აუცილებლად. აუცილებლად იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. აი, როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობთ და გოგოებზე ვლაპარაკობთ, აი, მართლა ძალიან მაგარი გოგოები ყავს. ფანტასტიკური გოგოები ყავს, სალომე, ნატა, მე სალომეს შორიდან ვიცნობ და ნატა ძალიან კარგად ვიცნობ და ვარ აღფრთოვანებული იმით, რასაც ორივე აკეთებს და ნუ ნატაც მუდმივად სულ რაღაცა ახალ პლატფორმებს, აი ისიც ძალიან ისეთი გოგოა და როგორ იზრდებიან ესეთი ბავშვები. ეხლა ხო ყველა ვართ მოცული ამ თემით, რომ ბავშვების გაზრდა, რაღაც არ გამოგეპაროს, იქ განათლება, ადამიანობა, ღირებულებები, სიყვარული, აი როგორ იცი არ ვიცი. აი რაღაცა თეორიული ახსნა ამისი მე არ მაქვს. ჩემი ვარაუდით და ინტუიციით ეს იცი როგორ ხდება, როდესაც ოჯახში ხედავენ ნორმალურ ურთიერთობებს, უსიყვარულობაში და უყურადღებობაში არ იზრდებიან ბავშვები, ისინი უბრალოდ კაი ადამიანები გამოდიან და მე უკვე იქ ნიჭზე, განათლებაზე ვის რამ მიეცა. ნატამას და სალომემაც ის ცუდი პერიოდი გაიარეს სკოლის თვალსაზრისით, ხო 90-იანებში რა სკოლა იყო, შენც იცი, ხო? ხო. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საფუძველი, რასაც უნდა შეექმნა მათთვის, ბევრი კომპონენტი არ იყო, უბრალოდ. და ალბათ ამას რაღაცნაირად ივსებდნენ ოჯახში, ივსებდნენ დედაჩემთან და მამაჩემთან, მეორე ბებია-ბაბუასთან, ხო? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ტრადიციებს, ოჯახს, სიტუაციას. აი იმ უსინათლობის პერიოდში მაგალითად მე არ დამავიწყდება მეზობლის ბავშვები, ნატკა და ჩემი ფორტეპიანო და კონცერტები, ღამე. აი რეებს არ ვაკეთებდით, რაღაცა სისულელებს, რომ იცი რა გულო გახეთქვაზე გაქვს და კიდე მე ასეთ რომ წავიდა დენი, ხო, დღის განმავლობაში. როგორ გისკდებოდა გული? მოვიდაზე რომ იყო, კი უწევი და 5 წუთში ისევ რომ მიდიოდა. ეს რამხელა სტრესი იყო და შოკი ყველას იწარე. და იქით სადარბაზოში ან იქით კორპუსში რომ მისცემდნენ ხოლმე შუქს. საშინელება იქ რატომ არის? ვიხედებოდით, ვაიმე იქ რო არის ჩვენთან არა, რაზე ცდებოდით, ხო? და ხა ცხოვრება რაზე გაგვიჩნდა რომ დაფიქრე. გულავისკდა, კიდე ვერ მოვასწარი. ხო და ამის მაგირად რომ ამაზე მე ნერვიულა, მოდით ბავშვებო, მოვყრიდი ქვედა მეზობლებს, ჩემ შვილს, ხანდახან მისი მეგობარი იყო, უკრავდით, მღეროდით, ეს ყოველდღე არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ეტყობა სიტუაცია იყო ისეთი, რომ არ დაიძაბენ ბავშვები, ესმის, არ გადაიწვენ შინაგანად რაღაცა. მე თან ნახე როგორ რაღაცა, აი მაგალითად ხა ეს ძალიან ცნობილი ოჯახია, თქვენი ოჯახი, ეს არის ნამდვილად ძალიან ესეთი, როგორ თქვა, ყველასთვის ცნობილი, დედ-მამა, ბაბუა, მოკლედ ესეთი კარგი ნამდვილად ესეთი ოჯახი და არ არიან გათამამებულები ბავშვები, ხო? აი ეს როგორ? ნუ ჩემი შვილები არ შეიძლება ამბიციურები და გათამამებულები რო ყოფილიყო. რატო აი შენ აი როგორ აი რაღაცეუნებოდი ამას ასწავლი თუ შენ გახედავდნენ? ალბათ ხვდებოდნენ რომ ეს არ არის კარგი. შეიძლება იმათაც დავაკელიას და პირიქით უნდა მეთქვა რომ დედიკოშენზე კარგი არავინ არის და ვიცი, ესეთი ხარ რომ თვალს უყენებ მეზობლებს, მაგრამ ნუ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის გესმის. ეს ძალიან სამარცხვინოა ჩემთვის, რომ აი ვიღაცა შეედარო, ვიღაცაზე წინ გინდა იყო, ვიღაცაზე მდიდარი გინდა იყო, ვიღაცა. შენი საქმე უნდა აკეთო, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, შენი ეს მართლა ასია. ხა ვიღაცა შეიძლება გონია რომ ცოტა ვიტყვები და ცოტა სადღეგრძელოს ვამბობ, მაგრამ ნუ მე ასე ვიცხოვრე 70 წელი და ეთყობა ჩემმა შვილებმაც რაღაცა აქედან დასკვნები გააკეთეს და ისედაც, ნუ აი გენეტიკურად შევა ხასიათი, რეზო საერთოდ უამბიციო ადამიანია. რეზო უკვე პათოლოგიურად უამბიციოა, გესმის, იმიტომ რომ რეზოსაც ახლა ძალიან ბევრი კარგი თანამდებობაც ჰქონდა და რა სახელმწიფო პრემიაც აქვს და თბილისის საპატიო მოქალაქეც არის ყველაფერი, მაგრამ ამას ღებულობდა ყველაფერს ხმერთო რატომ? აი როგორ? არასოდეს არ ჰქონდა იმის ხა სამართლოს მართლიც ხო, ტრეზის მართლაც.
აი რაღაცა წინსვლის და წინს არა არასოდეს ეს არ ქონდა გზმის და ამიტომაც გავუკეთ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ამიტომაც ძალიან მოეწონა ჩემი ხასიათის ეს თვისება თორე თავიდან ცი როგორ შემიდა რეზო რო გამიცნო უი რამდენი წლის იყავი? მოყოლი გქოს ისტორია, მაგრამ 21-ის და ხარ რომ მეყვება თავიდან მეგონა რომ ხარ კუკლაო, რაღაცა ესეთი გაპრანჩული, ყველაზე კარგი რომ გონია თავი და ძალიან მეშინოდაო. კი მიყვარდიო, მაგრამ აი თქმისაც მე მეშინოდა, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ტიპი მეგონიოდ. მე რომ მიახლოვდა და მიხვდა რომ თავარი რაც გვაახლოვებს არის ჩვენი ხასიათი და ჩვენი რაღაცა მისწრაფებები და ფასეულობები და ღირებულებები, აი მაშინ მივხვდით რომ გაგვიმართ. ეგ არის გამართლება ალბათ. ამბობენ რომ ბებიობა არის კიდე რაღაც სხვა სტატუსი. მოყები. აი ყოფილა ყველაზე სასიამოვნო, სასიხარულო და საინტერესო სტატუსი. ესმის, იმიტომ რომ ეს არის დედობა მეორედ. აბსოლუტურად მე მაგალითად ვერ ვხვდები რომ ჯერ შვილი მიყვარს და რა შედარება მე იმის შვილი ახან არის იმიტომ მიყვარს შვილი შვილი ახან ამდენი ახსლების ადვოკატო მიყვარს ალალა ციცოცხლე და მეტად სამივე და სწორედ ჩემი შვილები რო არიან ალბათ იმიტომ მიყვარს მაგრამ იგივე გზნობით როგორც ჩემი შვილები მიყვარს და მიყვარდა პატარები რო იყვნენ და ესენი ეხლა რო პატარები არიან კიდე უფრო მიყვარს ამიტომ და აი მართლა სული არ მენანება მათთვის მეგობრობ ძალიან აი ისე მეგობრო პატარასთან ხა ფეხბურთელია და ამას ეს რაღაც ტელევიზია იყო და რას საკეთებ თუ შენ და ირმაო როცა აქ ხარ და ფეხბურთს ვთამაშობ. თელესახში ვთამაშობ ცოტა დიდი ჰოლი გვაქვს ესეთი და ყველაფერს გავიტანთ ხოლმე და სერიოზულად ვთამაშობ ფეხბურთს 7-მდე 10-მდე რა ვიცი. აი რასაც მეტყვიან მინდა რომ ის ვაკეთო, მინდა რომ ყველაფერში ვიყო მათი კომპანიონი, მათი ჭკურის, მათი ასაკის, რიზიკო პატარა რო იყო მაგიდის ქვეშ რაღაცა სახლი გქონდა ხოლმე ძალიან სხვებს არ უყვარდა თათქმა. ამას უყვარდა რომ ის იყო მამა, მე ვიყავი დედა და რაღაცები მოქონდა, ისეთ სასაცილო იყო. მოკლედ, ჩემთან, ჩემ შვილიშვილებს, ეხლა თანდათან შეიძლება უკვე უფროს ძალიან უყვარვარ და შუათანას რიზიკოს ცოტა ისე აღარ აინტერესებს ჩემთან, ეხლა 14-15 წლის არის, ცოტა უცნაური ასაკია, მაგრამ პატარას 10 წლის რომელიც არის სანდროს. უფროსი სალომესი, ხო, იმას იშვიათად ხედავ, მაქსიმი. და პატარას ისე აინტერესებს ჩემთან, ისე უყვარს და ისე კარგად გზნობს თავს. ნუ აი ამით ვარ ბედნიერი. ამას წინათ უსმენდი, ჩემს საყვარელ ჟურნალისტს ოპრა უინფრის უსმენდი და ძალიან სასაცილო რაღაცას აუწს, რომ მოგეთო 45 და 50 წლის მე აღარ მახსოვს რამ რომელ ასაკს ამობდა. მოგეთო მანამდე შენი სხეულიო გეჩურჩულებაო რა. და მე რო ძალიან ხმაბაღლა გელაპარაკებაო და შენ თავს უნდა უსმინო. აი ხა მე მინდა კითხო, აი მართლა ვილაპარაკოთ შენს ვიზუალზე, შენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ეხლა უნდა მომიყო ყველაფერს გულწრფელ. რა სიკეთე? რა გაინტერესებს? რა გაიკეთე? აი როგორ გამოიყო? რა გაქვს სახეზე? არა, მე არ გჯერა, შენ არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ერთხელ გავიკეთე 3 წლის წინ, კოტე მათიტაშვილმა დამპატიჟა და გამიკეთა ბუსტერი. 5 ნემსი, წყალია ოღონდ, არაფერი არ არის, ის არც ბოტოქსია, ის არც ფილერი, არაფერი არ არის. მეტი ცხოვრებაში აი ესეთ ინვაზიური არაფერი მაქვს გაკეთებული. ნუ სახის მასაჟს ხანდახან ვიკეთებ, აი ხანდახან ორ კვირაში ერთხელ. ეხლა შენ არც ბოტოქსი გაქვს? არც ბოტოქსი მაქვს, არც ფილერი მაქვს, არაფერი ცხოვრებაში არ მაქვს გაკეთებული და უკვე აზარტში ვარ. აი რომ მეკითხებია შეიძლება ლამაზი გოგო. არა, გაქვს და ეხლა აწი როგორ გავიკეთებ, ახლა მაშინ ყონა უთხრა რომ მაქვს და აი ეს ჩაღრმავებული ნაოჭი მირჩენია ამოვსებულს და რო ვთქვა რომ მაქვს, არ მაქვს. ნუ ეს არის ალბათ აი რა ვიცი ეს ბანალური პასუხი უნდა ვთქვა, ეს არის გენეტიკა? გენეტიკაც არის, კი, დედა ჩემი ძალიან კარგად იყო, 90 წლის გარდაიცვალა და გადაწყვეტილი ლოყები ჰქონდა, მაგრამ ნუ დედას რაღაცა აწუხებდა უკვე ჩემ ასაკში 70 წლიდან, ცოტა მერე, ცოტა მოიღუნა, მუხლებით კიო და ფეხით ვერ დადიოდა და მე ეს რო ვიცი ამიტომ ვარ სულ გამართული, დავდივარ ფეხით, დავდივარ ყოველდღე ჩემეზოში არის აუზი. მიდი ხა მოიცა ეხლა ყოველდღე დავდივარ აუზზე. ჩემები სასტრაფოდ. რუტინა მოგიყვე თუ რა გავაკეთო? არ მიყვარს ეს სიტყვა რუტინა. მეც არ მიყვარს, მაგრამ ამბობენ. მაგრამ ნუ ესე ქვია. ირმა სოხაძის თავის მოვლის შმაკობები, საიდუმლო. თავისებურები, არ მაქვს საიდუმლო. თავისებურები როგორ უვლი თავს? აი უყურე დილას ვდგები, აუცილებლად წყალი, ნაჩვეულებრივი ამბავია, აი 2 ჭიქა ესეთი წყალი. კაი. მე შხაპი და მე ყავა.
რძიანი ყავა. მე ვსავ სულ რძიან ყავას. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ჩემო წაგში რძე მავნებელია, მაგრამ მე მაინც გონია რომ ის საფრთხე რომ კალცი გამოიდებოს ძვლები და უფრო მავნებელია. ამიტომ რძის ნაწარმი ძალიან მიყვარს. ბერიდები ხორცს, ექსპერტ საერთოდ ვეგეტარიანელი ვიყავი ხორცსა. მივირთმევდი და მარტო თევზზე ვიყავი და ახლა ცოტა მეპარები. გჭირდება მომიდა გესმის. ოღონდ ღორი არა, ცხვარი არა. ნუ აი ხა ინდაური ქათამი და ხო, ხანდახან ძალიან იშვიათად შეიძლება. შემწვარი არა, ცალსახად, ტკბილი არა, საერთოდ. ტკბილი საერთოდ არა. პაუზა, ერთი წამით ეს ითხოვს განმარტებას ირმა. ტკბილი საერთოდ არ გიყვარდა არასდროს? აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ გეგონოთ ძირფასო მეგობრებო რომ თქვენ გთავაზობთ თავი დაიჩაგროთ. მეც დავიჩაგრე თავი, მაგრამ მოვიგე ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აი რა შეიცვალა მას მერე რა შენ ტკბილი ამოიღე. აი სხვანაირად ვარ, როგორ აგიხსნე, იცი? აი თითქოს ის რაღაც ტკბილთან ერთად პურით ძალიან შევზღუდე. ნუ ახშირ წყლები საერთოდ. თაფლი მიყვარს ერთადერთი, ნუ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საღამოს შეიძლება პატარა ხაჭოსთან ერთად ხაჭოსთან ან მაწონთან ძის ნაწარმი და აძინებს ძალიან კარგად რძესთანაც. მე რძესაც მიყვარს. ყველაფერი ამოაყირო. ხო, აი პირიქით ნუტრიციოლოგები მეკითხებიან, ეგრე არ არისო, მაგრამ რა ვქნა. ირმასთან ესეა, ფაქტის სახელზე. აშკარად ასია. რაც ეხება სახის მოვლას რაც შეეხება, ხო? აი საღამოს რომ მივდივარ, არავითარი ტონიკები და მოშორებები და ერთი კარგი ისა, მაგრამ ცოტა ხაოიანი ხელთათმანი პირსახოცი ვასველებ იმას და იმ კარგად მასაჟსაც ვიკეთებ და ვიხსნი მთლიანად დღის გამო ღრამაკიაჟი რუმიანა მისვია მარტო ხო რაღაცა კრემი საწყი და ანუ ყოველდღიურ რეჟიმში შენს მძიმე მაკიაჟი თარგმნალურს ხარ ხო? არ ხმარო. არც წამწამებს არ ვიღებად დიდი ხანია საერთოდ დამჩივდა წამწამები გაქვს. ყველა წამწამი დამჩივდა და ხსანა დამრჩარამდე დავანებეთ. თენცე ფერს მიწვიდა თვალის. მართლა გეუბნე, ესეც გაითვალისწინეთ ბაცი თვალები ვისაც გაქვთ გოგონებო, იმიტომ რომ როდესაც შავი ტუშია, რაღაცნაირი სხვა ფერი მიჩანდა მე ყოველ შემთხვევაში. ბაცი თვალები ვისაც გაქვთ, არ ფერი გაითვალისწინოთ, ისეც ყველაფერი პლუს ჩამოქება არ უნდა და სმოუკების გაკეთება. კიდე გამოკვეთა არ უნდა. არ უნდა, არა, პირიქით სინათლე მე მგონი ჯობია. ფიზიკური მდგომარეობა, გულისხმობ ვარჯიში, აი აქტივობა, აი ეს როგორ არის? დილით ხო დამავიწყდა, სანამ ავდგები, აუცილებლად ვარჯიშობ 1-5-10 წუთი, გააჩნია თუ მეჩქარება 5, დღეს 5 ვიყავი ვარჯიშე, შენთან მეჩქარებო. თუ არა 10. აი რაღაცა ეხა ყველგან არის ინტერნეტში რაღაც ჩინელები რეგვეუნებიან ეს მე ადგებით შეგიძლიათ ეს ბრუნები ეს თავის გადაკიდება რაღაცა სახის წონებში მოყვანა და ასე ელემენტარულია ყველა შეგვიძლია მე ვერ ვიტან რაღაცა რო არის ხოლმე 40 წუთია საკეთე 100 ჯერი საკეთე საჩემიზია 5 წუთიანები 3 მოძრაობა გეუბნებიან და მოხვალ ფორმაში გიჟდებ ვაკეთებ სამილეს კიდე რას ვაკეთებ რა ვიცი აბა დანარჩენი აი ვარჯიშსაც შეეხება თუ ვერ ვიარე ხო სიარული ქუჩაში აუცილებლად 5-6 ნაბიჯი უნდა ვიარო გამოგდის ხო კი ვაკეთებ თუ დაუშვათ ვერ ვიარე იმიტომ რომ ამ ბავშვი მოვიდა და ანტასაყვანი იყო და ან ჩემ თავის დრო არ მქონდა მაშინ საღამოს ჩავდივარ მე ეზოში მაქვს აუზი და ჯიმის გადასარევი ოთახი დავდივარ იმაზე ხო ბილიგზე მშვენივრად დავდივარ მე ცოტა ცურა ვერდი 40-45 წუთი და ეგ არის რა გადაყოლა არ უნდა საკუთართვის დაგიკარგავს მეგობრები ამ ბოლო დროს დავკარგე ბევრი. აი სწორედ ფასეულობითი სული შეუთავსებლობა გესმის ის რადგან მე მეტირება და გიშგავარ, როდესაც იმას მოწონს, ან რეაქცია არ აქვს, ის ჩემ მეგობარი არის. კი მეცაც გეტყვი, ვინც იმას ამართლებს, ვისაც ეს მოწონს და რეაქცია არ აქვს, ის აღარ არის ჩემ მეგობარი. ამართლებს როგორც ნუ რა ქნას, იმასთანაც მეგობარია ხა. ის ჩემ მტერი მგონია მე უკვე ვერ აღვიქავ და ჩემ მტრის მეგობარი, ჩემ მტერი ასე. დარგა გიჭირდა, როდესაც ძალიან, როგორ არ გამიჭირდა, ორმაგად გამიჭირდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი დავკარგე და მე აი ძალიან დიდი მეთქაცრუება გესმის, მეორე მხრივ, მე ცოტა აზე რომ მოდიხარო, ეს მთელი ცხოვრება ვისთან ყოფილი ვარ. რაღაცა სხვანაირი უგულო, უსულო, სულიად შიგნულ და გამოყიდულ და მაგახსოვს ყველამ გამოვიარეთ ის ძალიან ცნობილი დაპირისპირების პერიოდი. მაშინ ასე მძიმედ არ ვიყავი რატომღაც ეკა. მაშინ არ იყო, არა, არც პატარა ვიყავი. ასე მძაფრად არ იყო ეს ღირებულებითი რაღაცა აქტორები, იცი, ესეთი სასწორზე არის და ორი რაღაცა. ეს დევს.
მოკლედ ეგ არ ვიცი, ალბათ ეშველება მაგასაც, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, სხვებისგან განაწევს, ხო იცი, ეგ ამის იმედი მაქვს. ანუ მეგობრები ეს გულდაწყვეტა შენთან მოხდა ასე თქვა. არა, ამ ფაქტორსაც თავი დავანებოთ ამ ბოლო პერიოდის. კი, მანამდეც იყო რაღაცა, კი. ერთი რომ მეგონა რომ ჩემი გულისთვის, რა ვიცი, ჩემ სურათი ეკიდა თავთან, აღმოჩნდა რომ თურმე ჩემი ძმა მოწონდა და იმიტომ იყო ჩემი ვაყრე. სხვა мотиваცია ჰქონდა. მეორეს უცებ შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც მე მოვწონდი და ეგონა რომ ოღონდეს არ გამიმხილოს და ამიტომ საერთოდ მტრად გადამეკიდა თუ რაღაცა ესეთი ძალიან აი ვინ არის ნამდვილი მეგობარი და აი რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა? ნამდვილი მეგობარი ადამიანები. ყავს, როგორ არა, ბევრი არა. სამწუხაროდ ალბათ დამრჩა 1-2 სულ. ვისაც აი მართლა ვიცი რომ მე რო რაღაცა ჯერეთი აიყურე ადამიანებს ხო გვაქვს რაღაც ინტუიცია და შე რო რაღაცა გტკივა, გიჭირს, ან რაღაცა პრობლემა გაქვს, აი თუნდაც შენ ახლობელ შენ ოჯახის წევრს რაღაცა და რო უზიარებ, რაღაცა გეუბნება რომ იმას ეს არ ტკივა. ხო, გძნობ. ის არ, ვაიმე, რას ლაპარაკობ, ვაიმე, მაცაც ეგ რა მითხარ კი, თავს იკლავს და არის შორისდებულებში, მაგრამ არ ტკივა, არ აინტერესებს. კი არა და აინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება მე სხვას მოუყვეს, თორე იმიტომ არა რომ შენ ეს დედა რა დაგმართლია და მზად არის რომ რაღაცა დაგეხმაროს, არა. ეს უკვე ძალიან დიდი წყალგამყოფია, ხო? შეიძლება დაგეხმაროს კიდეც, მოვარდეს შენ გვერდზე იყოს, მაგრამ აი გძნობ რომ ეს არ არის გულწრფელი. მე ვიცი რომ აი ამბობენ რომ მეგობარს ვაპატიებდი, აი მომისმენთ რომ აი ყველაფერს ვაპატიებდი. ყველაფერს ვაპატიებ მეც, კი, გარდა გულგრილობისა და აი ღალაცაც კი ვაპატიებ რაღაც მომენტში. ეს აი ცი როგორც სიტუაციურ ღალაც. მაგრამ ჩემ მტერთან თუ დამეგობრდა და ჩემი მტრის სიხარული თუ უხარია, იმას რა ვაპატიო ხა, ჩემი მტრის მეგობარია და სუაჭირდება შეპატიება, მტერია ისე თქვა ჩემი და აპატიე რამდენიც კიდე ვერ ვპატიო. ამიტომ და არ ვპატიო. მაგრამ მეგობარსა, ისევე როგორც აი ოჯახის წევრს, ხო რა უნდა მოხდეს, ეხლა რომ ვერ აპატი ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ არის მაინც რაღაც წითელი ხაზები, რომლის იქითაც უბრალოდ ის კი არ აპატიებ. აღმოაჩენ რომ ეს ყველგან ყოფილა საერთოდ ის ადამიანი არ არის ვინ შენ გიყვარდა და აპატიე რამდენიც გინდა აღარ გიყვარს შენ თვითონაც გესმის რაღაც პერიოდი რომ განერიდო და მრისე ეგეთებიც მიქნია არაერთხელ ეგ მანერცია თვითონ ძალიან მეძირფასება დავუშვათ ხო 1-2 ადამიანი რომელსაც აი ვერ ვკარგავ რა არის ჩემთვის ძალიან დიდი ცხოვრების ნაწილი ჩემი და მარტივი არ არის მაინც არ გამოსულა ეგ პრაქტიკულად შეუძლებელია აი როდესაც რაღაცა ძალიან დიდი გამყოფია და ძალიან დიდი ტკივილია თქვენ შორის ერთხელ თუნდაც აღმოცენებული ეს არ გადის უკვე რა ვქნა ჩემთან ასეა ძალიან არ მინდა ეს რო ასე იყოს და გული მწყდება ასე როა მაგრამ ფაქტია საბოლოო ჯამში ადამიანის მთავარი საყრდენი ირმა რა არის საკუთარი თავი ოჯახი მისი საქმე იმიტომ რომ საკუთარ თავთან დარჩენაც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან ხო ძალიან მაგრად უნდა იყო და კომფორტულად დაალაგე გადასარევად როგორც თქვი ეგრეა თავარია საკუთარი თავი მერე ოჯახი მერე საქმე ჩემთვის ასეა შემთხვევაში არის ადამიანები ვისაც საერთოდ არ აინტერესებს ოჯახი საქმეა მათთვის თავარი საქმე აი მოდი ვილაპარაკოთ საქმეზე რა გახსოვს იყო პერიოდი როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულ ლაპარაკობდნენ რომ აი კარიერა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ 24/7-ზე თუ მუშაობ, შენ ხარ მაშინ მაგარი. რომ შენ და კარგ ამბად ითვლებოდა, ვაიმე მე ჩემი ბავშვები არ მინახავს დიდი ხანია და მე ისა და მე ეს იყო ამბავი. კი. ეხლა ვფიქრობ, ნეტა ეს სწორი იყო თუ არა და ნეტა ისე რო არ გვეცხოვრა, რაღაცებს შევძლებდით თუ არა. ზუსტად იქ იქნებოდი, სადაც ხარ. უბრალოდ ეგ ადამიანზეა. ვიღაცა დღემდე ასე თulis ხო, ხო ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ამას მივხვდი ძალიან ახალგაზრდა. თავიდან მეც შენი ყოლი ძალიან ჩართული. ყველაფერს დებდი ამ შენი საყვარელი საქმე. რა თქმა მეორე კურსზე სალომე რო შემეძინა. ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ძალიან მალე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ამიტომ დედა ჩემის და ფაქტიურად სალომეს და მე ამას ისეთ მიუტევებელ შეცდომად ვუწვდი ჩემ თავს მე წარმოიდგინე დღემდე აი ესე გული მწყდება იმ დღეებზე იმ საათებზე იმ თვეებზე როდესაც მე სულ აი სალომე რა პერიოდზე ვლაპარაკობ სალომეს რა
თუ სულ ზოლომე ბოდიში სულ ნუ როგორ ხო რა ფაქტობრივად თინეიჯერობამდეც აი რაღაც 10 წელს იმიტომ 76-ში დაიბადა სალომე 74-ში ჩავაბარე მე კონსერვატორიაში ხო სანამ დავამთავრე 80-ში დავამთავრე უკვე ტელევიზია უკვე რაღაცა და მე რიცია ბავშვი სადაც ისდება იქ უნდა ხო მე როგორ რომ მომყავდა უნდა და ჩემანანასაც ბებიასთან უნდა და ბებიასთან უნდა და ხო და ხა მე ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვიყავი და ჩემზე კარგად უკეთებდა ყველაფერს ხო მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სისულელე და დიდი შეცდომა და დანაშაული დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს თუმცა არაფერი ამას არაფერში ხელი არ შეუშლია ჩვენთვის და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს დღეს მაგრამ აი ნატკა მაინც უფრო მე გავზარდე და უფრო ჩემი როგორ გითხრა ჩემი ნაწილია აი ჩემ ის ვერ გეტყვი ჩემ ყველაზე გავზარდე ჩემ არა ძალიან სხვანაირია სულ არ მგავს ბევრ რამეში ისიც პრინციპული და სხვანაირი გუგვა მაგრამ აი გექონება უფრო ჩემი როგორ გითხრათ კივილები არა ვერ ვამბობ სწორად სალომესაც გადასარევად ის მის და ეგეთი შვილი ყველას მისის ღმერთმა მაგრამ მოგე მეთან დავკარგე ის წლები ურთიერთობის მე ერთი წამით არ მიწყენს არც ერთ შენი შვილი მე სალომეს არ ვზო ანუ ნატავი თო უფრო რბილია აბა როგორ გითხრა არა ხო აი ხო გავს ხო შეგვიცნობ ნატკას როგორია ძალიან რბილი ძალიან პრინციპული და ესეთი ძალიან პრინციპული ორივე ესეთია ძალიან მეტი რა შეიძლება რა ისეთი მაგრამ ანუ იდეაში ჩვენ ლაპარაკობთ საქმიანი ქალები გოგოები რომლებიც მუშაობდით მთელი ცხოვრება და მუშაობთ რომ ეს ყბადაღებული ბალანსი შესაძლებელია ეს არის შესაძლებელი და თუ შენ არ აკეთებ ამ ბალანსს ეს არის შენი პრობლემა ზუსტად ეგ არის ცუდი ცალსახად ჩემი აზრით და ბევრის კიდე ვინც არ გვეთანხმება კი ბატონო არ ვეკამათები არავის უკვე 10 წელია აქამდე ბოლასი არ ვგამათო ჩემი აზრი მაქვს და მივდივარ ხო სადაც არაჟობს გაცლა მაგრამ ის რომ ბავშვს და ოჯახს არ უნდა დააკლო იმიტომ რომ კარიერაში რაღაცა 2 წლით ადრე რაღაცას მიაღწია ძალიან სასაცილოა იმიტომ რომ მე შეებასაც მიაღწია საერთოდ არაფერი არ არის და ანიცე მაგრამ მეორეს მხრივ ნახე ირმა მე ეს წლები რომ მოდის მე ის ენერგიაც ხო არ გაქვს არა ის 24/7-ზე შე ვერ მუშაობ არც არის საჭირო რა თქონდა იმუშაო 24/7-ზე რა საჭიროა ახალგაზრდობაში ცოტა მეტი დაისვენო ისე ირნო ისიამო მარგიჟებით რომ გახსოვს ღამის მონტაჟები და ახალწლოებზე ერთი კვირა იქცენება და ღამება და რა ვიცი ასაჭირო იყო მაგრამ ალბათ ისიც გასავლელი იყო ისიც იმ დროის პროდუქტი თუნდაც მაგალითად ნატას თაობის და კიდე ცოტა პატარა გოგოების თაობის მაგალითზე ეს გოგოები ახერხებენ ხო ამ ბალანსს ირმა არ ვიცი შენი ხედვით შენ როგორც დედა შენ როგორც ბებია ასე ჩვენ ვახერხებდით კაცო როგორ ეხლა ძიძები ყავთ და ძიძებთან არიან ბავშვები დილან საღამომდე ხარ ბებიასთან რო იყო ვერ ვახერხებდით და ძიძებთან რო არის ახერხებდნენ თუ როგორ არის არ არის ეს მოხერხება არა მე მიმაჩნია იცი რა ბალანსი აბა რა არის ბალანსი მოდი აბა ვთქვა აი ვიღაცისთვის არის 20 ოჯახს და 70 სამსახურს ხო ჩემთვის თავიდან რომელი სამსახური დაგთანხმდება შენ რო იყო 30% არა 30 ოჯახს და 70 სამსახურს ბევრი ასე თulis რომ აი 30 ოჯახს უწევს რაღაცას ვიზა და დანჩენ სამსახურს როდესაც ასევე პატარა თაობაში ვთქვი რომ წერ შეხვედრების შემდეგ გადაცემას და როდესაც ვუთხარი რომ ეს ირმა სოხაძე ესე თქოს ირმა სოხაძე ну რა თქმა უნდა რა სიმღერა გაიხსენეს როგორ გავიდა ის ხო ეგ არის სეზარია ევორას მუსიკა ყველგან ვამბობ მარეთვერ მაგაზეც დამერცხენ თავს როგორ მოიპარა ცხოვრებაში რა ვიცი რა და ვაშლი არ მომიპარია მეზობლის ეს რა სიმღერა როგორ მომეპარა გიჟია ეს ხალხი რა როგორ პლაგიატი არსად არ მიუთით და დისკი რო გამოუშვი დისკი პირველად რომელზეც ვიმღერე ეგ 2003 წელს დამჭირდა ეგ სიმღერა და დისკი ეგრევე ჩავდე იქ წერია სეზარია ევორა მუსიკა ტექსტი ირმა სოხაძე ხა მე კიდევ შუბ ხარ დავიწე რომ მღერო სეზარია ევორა მუსიკა არ არის ჩემი მე რამდენია ესე კაც სხვა სიმღერაზე წერილი ტექსტი ამ ტექსტმა გააკეთა ის და როგორ მოხდა იცი 2003 წელია თუ გახსოვს ოქტაგონი მაშინ მუსიკალური ოქტაგონი ძალიან პოპულარული გადაცემა და ვაკეთებთ დისკოტეკა ოქტაგონზე მე ვარ პროდიუსერი ნუგზარ ჩხაიძე არის რეჟისორი ვიღებთ მოვიდა 20 მომღერალი ყველასა კარგი სადისკოტეკო სიმღერა მე არა მაქვს და მოვიდა უკვე რა ჩაწერა 3 დღეში 4 დღეში უკვე გადაღება მაქვს არა მაქვს სიმღერა და ნატა მომიტანა ეს სეზარია ევორა და ნახე რა კარგი მუსიკაა ეგევა ქართული ტექსტი რაღაცნაირად და ან თუნდაც ამენაზე
და რეზოზე ვიყავი რაღაცას გაბრაზებული, დამჭექი დავწერე. გავარდი ეგრევე სტუდიაში ორფეიში, დათუნამ გამიკეთა ფონოგრამა, ჩავწერე 2 დღეში გავაკეთეთ და ეს იცი რა, მე მეგონა ესეთი მზირა სიმღერაა. ერთხელ ვიმღერებ და მორჩება. ნუ თურმე ჩემი ცხოვრების სიმღერა დამიწერია, არც ვიცოდი. ასეთ არ მინდა, თბილისში მინდა, აქ მინდა რომ კონცერტები გავმართო და აქ მინდა რომ მქონდეს მაგის საშუალება და ვიმღერო ისევ. ხო, ეხლა სპეციალურად ჩემი შეხვედრებისთვის მინდა რომ ის შენი ყველაზე ცნობილი სიმღერა ირმა სოხაძე სპეციალურად შეხვედრებისთვის სეზარია ევორას მუსიკა, ტექსტი ირმა სოხაძესი, დრო როგორ გავიდა. ბეკებში შენ. მე კი ბატონო, მიდი. დრო როგორ გავიდა, 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 ვიღაცა წავიდა, 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 უშენოდ არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, იქნებდა გვექნები, თავიდან, TikTok-ზე. და არის ეს ბოდიში მომითხოვია და ირმა სოხაძის მთავარი სიმღერა დრო როგორ არ მინდა რომ გავიდა. იყოს, მაგრამ რა ვქნა, ვერ შეეწინა აღდგები. და კიდე უცნაური ამბავი, მე ამ ბოლო დროს ჩემი ტექსტები უფრო ცნობილი გახდა, ვიდრე ჩემი სიმღერები. მაგალითად? ნუ ხა ჩემი სიმღერები იყო მაგალითად ჯერ ქალებს გვესროლეთ, ნუ მაგ ხა ბევრი სიმღერები გარდა მიუზიკლებისა და გარდა მონოოპერისა, მაგრამ ისინი რაღაც ახლა უფრო ჭრილშია და მაგალითად ტექსტები, თუნდაც ეს, თუნდაც შენ არავის სულ არავის გავხარ და თუნდაც გაიღიმე. გაიღიმე ხო ჩემი ლექსია და მაჭარა მოიტანა მელოდია ტანანანატარატი რა ვქნა და რა ვქნა და ეხლავე ჩავწერო, დავწერე ლექსია, ჩავწერე. ეგეც აი ესე 15 წუთში. ხვდები რას ვამბობ, რომ აი ესე სულ ვერ იფიქრებ, ეს ჩავწერეთ 90 რომელი წელი იყო? 91 თუ 90, პირველი მარათონია და არა გვაქვს ფინალი. ჩავწერეთ ეს, გაიღიმე იავნანად. მე მერაბმა გააკეთა ესეთი. ხო, ცოტა. დენსში გამირეკა რომ მინდა ვიმღერო. ან იყო დაიძინე სხვა ვიმღერებო. იავნანა იყო, ბავშვებისთვის დაწერილი. ეს დაუწერე ბავშვებს, წყნეთის ბავშვთა სახლში ავედი. ის ბავშვები რომ ნახე, ის მათი თვალები გამოკიდება და რაღაცა ძალიან შოკში ვიყავი და დავწერე მათზე. გესმის აი ესეთი თბილი, იმიტომ გამოვიდა შენთვის ბღერის ზღაპრის ბოლო კეთილი, ანუ რაფრის ნუ გეშინია, რომ აი შენთანა ვარ, გესმის აი ბავშვებზეა და იმიტომ ეგეთ გულწრფელი. ფეხბურთელებს რომ დამეწერა, ასეთ გულწრფელს ალბათ ვერ დავწერე. ხო და მერაბმა რომ იმღერა, რა გავაკეთოთო და გაიღიმეთ, გავაკეთეთ, იმიტომ რომ ხა დაიძინეთ, ვერ იმღერებდა მერაბი. გახდა ასეთი პოპულარული და აი რამდენიმე წლის, 2 წლის წინ, ხო თუ როდის იყო შაშანი იყო ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ლამის კინაღამრო რეები გავაკეთეთ, მაგრამ გავაკეთეთ ისი ძალიან კარგი იყო და ბევრი იყო და აი ამ სიმღერის ქვეშ მიდიოდა მთელი ეს აქტივობები და ჩემზე ბედნიერ არავინ არ იყო, რომ ნურაფრის ნუ გეშინია ზღაპრის ბოლო კეთილია, ლამის დევიზი გახდა. ხო და ალბათ ამაყობ ეგეთი რაღაცა. ძალიან ხო, როდესაც აი ეს რაღაცა საერთო სახალხო ამბავი ატყდება ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც ახლა მე არ ვიცოდი. აი შენც არ იცოდი. არ ვიცოდი. ბევრმა არ იცოდა დიდხანს. ახლა ყველამ გაიგო თითქმის და ახლა შენი მსვენელის და მაგურები. ანუ ძვირფასო მეგობრებო, ირმა სოხაძის ყველაზე პოპულარული სიმღერა თვითონში ბარეთ ახმობოდეს, მაგრამ დრო როგორ გავიდა. რა ვქნა? და ირმა სოხაძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექსტი გაიღიმე. ზღაპრის ბოლო კეთილი. კი ბატონო. ზღაპრის ბოლო კეთილი. ძალიან მაგარია. დაიცი შენ კიდე მე მგონი ბევრი რაღაცა შეიძლება კიდე წინ იყოს ირმა. წინ კი არ იყოს, ზოგჯერ არის უკან არის უკვე, მაგრამ იბარტყებს მე ვიცი. წინასწარ ვერ გათვლი ეგონა. აი ვერ იბტყვი რა, ხა მე დავჯდები ხა. დაჯექი ხითიც დავწერე ხლა და იმღერებს თელი ის არა ქვე საქართველოს არ გამოდის. არ გამოდის არაფრით. შეხოც რეზოლაღიძეც ამბობდა, რომ თბილისო რა გადაირია ყველა უკაცო მე საბუდარელი 1000 ჯერ მიჩვენია, ჩემთვის არ ნათქვამი რეზობიძიას. მაგრამ აი ცოტა იჭვიანობდა კიდეც რა არის ეს თბილისო ასეთიო, მაგრამ რომ გაგიჟდა ხალხი და ეს არის მაგია სიმღერა კი არა. უცხოეთში რამდენჯერ მიმღერია, ტექსტი მათ არ ესმით, ასე არ არიან, ტირის მთელი დარბაზი. ხვდები აი რაღაცა ხდება ზოგჯერ ზოგ სიმღერაში. ხომ კი არ ვადარებ ჩემ სიმღერებს, ასე სულელია, მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი რაღაცა მაგია აქვს ზოგჯერ რაღაცას და წლები უძლებს. მომა თბილისი მიმდინარეობს ირმა სოხაძის ყდის გადაღება და ახლა ჩემთვის ვფიქრობ, რომ აი რა შეიძლება დავარქვათ აი ამ ყდას. ერთი ვარიანტი არის მთავარი ფრაზა ირმა სოხაძის სიმღერისა დრო როგორ გავიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი ფრაზა ასევე არის ზღაპრის ბოლო კეთილი.
ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მოდი რაღაცა დავგეგმოთ. რა გინდა? რა გინდა რომ იყოს წინ? შენ ახსენე გინდოდა იუბილე, რომელიც არ გადაგიხდია და ძალიან გონი. წინ არის ყველაფერი. და სულაც არის რა უცებელი, მაინც 70 იყო, შენ 71 12 არა, უკვე 70-ში გახდები, მე ამ თარიღს როცა გინდა მაშინ რა გინდა? გადაცემის ბოლოს, შეხვედრების ბოლოს რა გინდა? შენი ნატვრები. მშვენიერი კითხვა, იმიტომ რომ ბევრიც არ მინდა. მინდა სიმშვიდე ჩემ ქვეყანაში, მინდა რომ არ იყოს არეულობა, არ იყოს ზიზღი, არ იყოს ერთმანეთის ვერატანა, ვერ გატანა კი არა და რაღაცა საშინელი მტრობა და ერთმანეთის ადამიანებს ერთმანეთის როგორ თქვა, არ ვიცი, სიკვდილი უხარიათ ეგა. ერთმანეთს ისე ვეღარ იტანენ, რომ ერთმანეთის კარგად ყოფნა წინთ. არა მართლა წინთ, ისე კი არა, რომ ის ჩემზე უკეთ რატოა და მოდი მეც ესე ვიყო ეს შურის ამბავი, მე კიდე გასაგებ არა. როგორ ის კიდე ცოცხალია, კაცო, კიდე ლაპარაკობს და კიდე მღერის და კიდე კარგად არის, იღებს გვანან. ეს იცია მარტო მათი ბრალი არ არის. ეს ცხოვრებამაც მოიტანა, რაღაცა უსამართლობის შეგრძნებაა საოცარი, რაღაცა ცოტა სიდუხჭირე მათ. სიდუხჭირე პირველ რიგში და ეს გახედგილია, გესმის, უკვე ისე გაიპო ორად და თუ მეტად არა ჩვენი საზოგადოება, რომ მე არ ვიცი რა შეკერავს უკან და რა მიიყვანს აი ამ რაღაცა ნაწიბურებს ერთმანეთთან, როგორღაც შეხორცდეს ეს. ზე მტკივნეული იარა, ჩემი აზრით. აი მე მაგალითად ამას ფიზიკურად მტკივა და განვიცდი და აი ეს მინდა რომ არ იყოს. მინდა რომ მე სულ მემღერება, მაგრამ მინდა რომ არ შემრცხვეს, რომ მე გიმღეროთ. მინდა რომ მქონდეს იმის ხალისი და მორალური უფლება, რომ კონცერტი გავმართო, გადაცემაში მოვიდე, კიდე რაღაცა ვიმღერ, ვიმაიმუნოთ სიკეთეში, სიყვარულში, სიხარულში და სიმღერაში გავატაროთ, რაც დაგვრჩენია, ხო? კაცმა არ იცის რამდენი დაგვრჩენია. არ მინდა ამას უყურო, სანამ ცოცხალი ვარ, მინდა უყურო ბედნიერ, ლაღ, შვიდსახებს და საერთოდ სიმშვიდე იყოს ჩემ ქალაქში და ჩემ ქვეყანაში. აი ეს მინდა, მეტი არა. მე მინდა რომ ეს შენი თავარი სურვილი და ნატრა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა გაიზიარებს, მე მთელი გულით გისურვებ შენ და მადლობა ჩემ თავსაც და ყველას თქვენ დაეახტეს. მადლობა ჩემო. დიდი მადლობა. ირმა სოხაძე შეხვედრებში დაელოდეთ სითის ყდას, რომელსაც იქნება ირმა სოხაძე. ეს იყო შეხვედრები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა.